რატომ არ აღმოუჩინეს დროული დახმარება 10 წლის ბავშვს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მუსიკალური ნომრის შესრულებისა სცენაზე დაეცა. Შემთხვევა ერთ-ერთ გადაცემაში არაერთი თვითმხილველის თვალწინ მოხდა. სცენაზე ამ დროს არასრულწლოვნების გარდა ზრდასრულებიც იმყოფებოდნენ. ინციდენტის მიუხედავად მუსიკალური ნომერი გაგრძელდა და მის დასრულებამდე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სცენაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში უყურადღებოდ იწვა, უცნობი იყო. ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და მწვავე რეზონანსიც მოჰყვა. გოგონა საბოლოოდ საავადმყოფოში აღმოჩნდა. ახლა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 10 წლის გოგონას ბებიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ბავშვებს რეაგირების საშუალება სავარაუდოდ უფროსებმა არ მისცეს და სიმღერის გაგრძელებისკენ მოუწოდეს. სიმღერის აკადემია კი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ხმამაღალი მუსიკის გამო ეს ფაქტი საერთოდ არ დაუნახავთ. ფორმულას ჟურნალისტი მარიამ ლეკიაშვილი არკვევს, რა მოხდა საზოგადოებრივ მაუწყებელში, ვისი პასუხისმგებლობაა დაშავებული ბავშვის უყურადღებოდ დატოვება და რატომ არ შეწყდა ეთერი მის დასახმარებლად. მარიამ, რა განმარტებები მოისმინე, მოგვიყევი. დიახ, საზოგადოებრივ მაუწყებელში მომხდარზე ბოლო ვინც განცხადება გავრცელა იყო თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს პირველი არხის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს კადრები, რომლებიც შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა, არ გასულა პირდაპირ ეთერის მეშვეობით. ეს კადრები, რომელიც საზოგადოებამ იხილა, იყო გადაღებული სტუდიაში ამ პირდაპირ ეთერის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მშობლის და სწორედ მან გავრცელა ეს კადრები, რომლებიც საზოგადოებამ იხილა სოციალურ ქსელებში, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში ვკითხულობთ, მათ დაიწყეს შიდა მოკვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე ნახეს სტუდიაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რაზეც როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მომხდარი არ არის ასახული. კიდევ ერთი განცხადება, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელდა, ეს არის სიმღერის აკადემია, სწორედ ის აკადემია, რომლის წარმომადგენელი ბავშვებიც მღეროდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მათ რამდენიმე საათიანი ინტერვალით ორი განცხადება გაავრცელეს. პირველ განცხადებაში ისინი განმარტავდნენ, რომ სტუდიის განათების, ასევე მაღალი მუსიკის ფონზე მათ ვერ შეძლეს დაენახათ, როდესაც ერთ-ერთმა მცირეწლოვანმა გონება დაკარგა, თუმცა რამდენიმე საათში მათ გაავრცელეს ახალი განცხადება, შეცვლილი რიტორიკით. ისინი ამბობენ, რომ ადამიანები მიზანმიმართულად ავრცელებენ ამ ვიდეოებს სოციალურ ქსელებში, სწორედ მიზანმიმართულად და როგორც სიმღერის აკადემიამ ამ განცხადებაში ახსნა, მათ ასევე დახურეს კომენტარების ველი მათ Facebook გვერდზე, ვინაიდან, როგორც ისინი განმარტავენ, ისინი უფრთხილდებიან ბავშვების უსაფრთხოებას. იქნებ ცდებით, იქნებ სხვა ბავშვების ტკივილის საწყისი ხდებით, იქნებ ყველაფერი ისე არ არის, როგორც თქვენი თვალები აღიქვამენ, იქნებ არსებობს გარემოებების სხვა ამოცემულობაც, რომელიც დარჩა თქვენი თვალთახედვის მიღმა. კეთილი, რადგან ასეა ჩვენ გეკითხებით, რომელიმე საღად მოაზროვნე ადამიანს, ნუ თუ შესაძლებელია გულწრფელად სჯეროდეს, რომ გუნდის მესვეურების, ან ტელევიზიის რომელიმე წევრის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ბავშვის უსუსურ მდგომარეობაში დატოვება. როგორ ფიქრობთ, ადამიანურობასა და მორალზე აპელირება, რომ გვერდით გავწიოთ სატელევიზიო ეთერში ბავშვის გულის წასვლის მიზანმიმართული იგნორირება ჩვენი მხრიდან გონიერების ჩარჩოებში ჩაჯდებოდა? ნუ თუ მართლა ფიქრობთ, რომ წაქცევის ფაქტის ადეკვატურ მომენტში დაფიქსირების შემთხვევაში რომელიმე პასუხისმგებელი პირი რეაგირებას არ მოახდენდა ამ შემთხვევაზე და ბავშვის ჯანმრთელობით გარისკავდა სიმღერის ჩამთავრების საპირწონედ. თუ ასე ფიქრობთ, თუ ამის მართლა გჯერათ, გაგიჟებულ ხართ. თუ ასე ფიქრობთ, გამოდის, რომ თქვენ თავად შეგიძლიათ ასეთ რამეზე ხელის მოწერა. რატომ არ მოხდა დროული რეაგირება საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან, ასევე სიმღერის აკადემიის მხრიდან? ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელიც ჩვენ დავუსვით ბავშვთა უფლება დამცველებს. ისინი ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ არასრულწლოვნების უფლებების დარღვევები, ასევე საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ გულგრილი დამოკიდებულება არ არის ახალი. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ფაქტი გვახსოვს, როდესაც საზოგადოების მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებამ ფატალური შედეგებიც კი გამოიწვია. ამ საკითხთან დაკავშირებით კი ბავშვთა უფლებადამცველები უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებენ ქართულ ოცნებას.
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მომხდარი ფაქტი პირდაპირ ადასტურებს იმას, თუ როგორი დაუცველები არიან ბავშვები ნებისმიერ სივრცეში. ეს შემაშფოთებელი ფაქტი არა მხოლოდ საზოგადოებრივ კრიტიკას, არამედ სამართლებრივ რეაგირებასაც საჭიროებს. უნდა გამოვლინდეს კონკრეტული პასუხისმგებელი პირი, ვის ევალებოდა ბავშვის უფლებების დაცვა იმ კონკრეტულ სიტუაციაში და დროს. საზოგადოებამ ნახა, რომ ბავშვმა დაკარგა გონი და მას სჭირდებოდა დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარება და მას განზრახ არ მიაწოდეს სამედიცინო დახმარება, მოხდა მისი საჭიროებების უგულებელყოფა იმისთვის, რომ არ გაფუჭებულიყო კადრი. ადგილი აქვს უპასუხისმგებლობას და დაუდევარ მოპყრობას ადამიანის სიცოცხლის ჯანმრთელობის მიმართ, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ბავშვს და არასრულწლოვანს და ამავდროულად ეს არის არაკომპეტენტურობა და უვიცობა, ვინაიდან ნებისმიერ დაწესებულებაში მსგავსი მოქმედების, მსგავსი შემთხვევის დროს მოქმედების გეგმა უნდა იყოს გაწერილი, რომ ის უპირველესი ღირებულება, რაც არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, იყოს დაცული. ეს მიუთითებს იმას, რაც ზოგადად ჩვენს ქვეყანაში არსებობს და რა პრობლემებიც დგას, რომ ადამიანის სიცოცხლე არაფრად არ ღირს და მთელ ქვეყანაში გაბატონებულია უპასუხისმგებლობა, დაუდევრობა და არაკომპეტენტურობა. არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მისმა ოჯახის წევრმა, მისი ბებია სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა ამ ამბავს და საზოგადოებას შეატყობინა, რომ მცირეწლოვანი ახლა თავს კარგად გრძნობს, მან დაცემისას მიიღო გარკვეული ფიზიკური დაზიანებები, თუმცა დამატებითი გამოკვლევები მას ხვალ ჩაუტარდება.